სალამი მეგობრებო, დაგიბრუნდით გარკვეული პერიოდის შემდეგ. მეკითხები ამ ვიდეოებს რატომ არდებ, ვაკანსიები არის თუ არა, ისევ კი ბატონო მეგობრებო, არის ვაკანსიები. უბრალოდ ეხა ისე ძალიან არ არის მოთხოვნა გარკვეული მიზეზების გამო. ერთი ის რომ მძღოლების ბევრია უკვე პრინციპში ჩვენთან და მეორე ის რომ ეს ომი რო დაიწყო ეხლა იმაში ირანში, საწვავის ფასები რო გავარდა, ამის გამო ბევრმა კომპანიამ რამოდენიმე მანქანები ჩვენმა კომპანიამაც რაღაც ახალი ლოჯისტიკები, ახალი კლიენტები არიან და ვერ გაუშვეს მანქანები მიმოსვლაში, იმიტომ რომ საწვავის ფასი რო გავარდა კიდე სხვა პოლიტიკური სხვადასხვა მდგომარეობების გამო ის პირობა რაც დადებული იყო და უნდა ჩაგვეშვა ახალი ლოჯისტიკები და ახალი მანქანები ამ ეტაპზე ვერ ჩაუშვეს, იმიტომ რომ მაშინ დიზელის ფასი სხვა იყო, ხელშეკრულება რო დაიდო, ახლა უცებ გაფრინდა სხვაზე და არ იყო რაღაცები გათვალისწინებული და ევროპა ამას არ ელოდა სიმართლე გითხრათ, როგორც ჩანს, რასაც მე ვუყურებ რა. აქედან გამომდინარე, რამდენიმე ლოჯისტიკის, რამდენიმე მანქანა ვერ გავიდა, მძღოლებიც არიან, შედარებით უკვე ისე აგვყავს ჯერჯერობით. თუ ყველაფერი კარგად იქნა, ალბათ ერთ თვეში გაიშვებს და ჩვეულებრივად ძველ რეჟიმს დაუბრუნდება ყველაფერი, მაგრამ ახლა ყოველ შემთხვევაში თითო ორი კაცია ესე რა, ძალიან ისე რა, კვირაში ერთი კაცი ან კვირაში ორი კაცი მაქსიმუმ. მეც ჩემგან ვერ უშვებ და ჩემს გარდა კიდე ხო არიან სხვები, არიან სხვა ქვეყნები, ბელარუსია, უკრაინა და ასე შემდეგ რა. ამიტომ ვაკანსიები არის მეგობრებო, მაგრამ ისე ძალიან ეხა მოთხოვნა არ არის. მე ვფიქრობ გარკვეული ერთი თვე მაინც ასე იქნება, ვნახოთ, იმედია ყველაფერი კარგად იქნება და რაღაც ცუდისკენ არ გადაიზრდება ეს დაპირისპირება, რაც იქ ხდება და აქეთ ევროპას არ შეეხება და ზოგადად სხვა ქვეყნებს არ შეეხება. რაც შეეხება ვიდეოებს ზუსტად მაგით ვარდებდი მეგობრებო, ვიდეოების მეტი და მასალის მეტი რა არის დასადები, მაგრამ ყოველ ვიდეოს მოყვება ხოლმე მე გამოხმაურება ადამიანებისგან და ამ გამოხმაურებას დიდი აზრი არ ქონდა, იმიტომ რომ ძველი ხალხის დაგროვებული არიან. მეორე მიზეზი მეგობრებო, რაც ამ ახალ მოწვევებზე გადავით, ამ ზაზოლენიაზე გრძელვადიან მოწვევებზე, ასე რომ ვთქვათ, რაც გადავიდით, უბრალოდ ვაკვირდებოდი, ტესტავდი რა ხდებოდა, იმიტომ რომ ის ერთკვირიანი მოწვევები რაც იყო, იქ თითქმის ყველა სიტუაცია მქონდა და უკვე ვიცოდი რა იყო, როგორ იყო, რატო იყო და რატო არ იყო რა. და რაც ახალ მოწვევებზე გადავედით, გარკვეული პერიოდი მინდა გასულიყო, რომ ესეც შემესწავლა რა ხდებოდა, რამდენ ხანში მოდის, რამდენ ხანში არ მოდის, რატო აგვიანდება და ასე შემდეგ. გარკვეული წარმოდგენა უკვე შემექნა და შემიძლია ვთქვა, რომ ერთ თვეზე ადრე არ მოსულა ეხლა მოწვევა, თუმცა 3 თვეცაა გასული და 3 თვე და 1 კვირაც გავიდა და მერე მომივიდა, 3 თვე და 1 კვირა მოუნდა ყველაზე გვიან მოწვევას ამ პერიოდში, ახალ წლების მერე, დეკემბრის მერე პრინციპში რაც შეიცვალა და ყველაზე ადრე მოვიდა 1 თვეში. ასევე წითელი ქაღალდის გარეშე უშვებდით მანქანებს ადრე, ეხლა ფიზიკურად ვეღარ უშვებთ. და მოკლედ, ცოტა კიდე გართულებულია სამწუხაროდ, უფრო გართულებული იმ კუთხით, რომ ცოტა უფრო იწელება რა, ასე ვთქვათ რა. რაც არაა საერთოდ სასიამოვნო არ მძღოლისთვის, რომელიც ჩამოდის და არც კომპანიისთვის, რომელსაც მძღოლი ჭირდება პირობითად რა. ასე რომ მეგობრებო, გვინდა თუ არ გვინდა, ასეა რეალობა. თვენახევარი 2 თვე მოწვევებზე ჩათვალეთ უნდათ, მერე წითელ ქაღალდს უნდა კიდერლოდინი 1-2 კვირა, საელჩოში 2 კვირა თავის დავაჭირდებოდა რომ შეხვიდოდი და მოკლედ დაახლოებით 2-3 თვე გაიწელება ეს ამბავი უკვე რა. რასაც ჯერჯერობით უყურებ, ღმერთმა ხნას ყველაფერი გამოსწორდეს და უფრო აჩქარდეს, მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელია რამის გამარტივება, უფრო კიდე ცოტა გართულება უფრო მოსალოდნელია ვიდრე გამარტივება. რაც შეეხება ახალ ვიდეოებს მეგობრებო, ეხლა ნელ-ნელა დაგიბრუნდებით, იმიტომ რომ რამოდენიმე ადამიანი ყავდა დაგროვებული, ეხლა დაახლოებით 2-3 ადამიანი დარჩა, რომელიც მინდა რომ ბარემ ჩავამთავრო. მინდა რომ ეს დაწყებული საქმეები ბოლომდე დავამთავრო და მე უკვე ახალი ძალებით, ახალ ნაკადზე ცალკე დავიწყებ ესე რომ ვთქვათ მუშაობას. თორე თუ ვინმე სურვილი გაქვთ ტრაილერზე მუშაობის დაწყებით, კი ბატონო შემეხმიანეთ, აგიხსნით ყველაფერს და ნელ-ნელა ასე ვთქვათ ნიადაგი მოვამზადოთ. მაგრამ 10 კაცი ერთად რომ მოვიდეს, დღეს ვერ ავიყვან 10 კაცს ერთად, მაგრამ თითო როლას დღეს არის შანსი და თითო როლას ასე ვთქვათ სადღაც რაღაცაში ჩაქსვავთ მოკლედ. ასე რომ აქ დაგემშვიდობებით მეგობრებო ეხლა და უახლოეს მომავალში დაგებრუნდებით ახალი ვიდეოებით. აბა თქვენიც, ხოჭაღად ყველა.